როლში რა თქმა უნდა დავიწყებთ ეს არ არის დიდი სიახლე კომახის ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით ახლაც მოდის ეს უმძიმესი ძალიან მაღალი სენსიტიურობის მაღალი გრძნობლობის დღეები ჩვენი ქვეყნისთვის ყველა პატრიოტი ქართველისთვის ყველა მოქალაქისთვის და ჩვენ ხედავთ რომ კომახიძე როგორც რუსეთის ყურმოჭრილი მონა არის კიდევ ერთხელ ფორმაში და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ შემოაქვს ეს თემა ასე პროვოკაციულად როგორც მან ეს შემოიტანა. რას უნდა აკეთებდეს დღეს ნამდვილი პრემიერ-მინისტრი, ხო, ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნის ბედი აბარია და ადარდებს რამე პასუხისმგებლობით. პირველ რიგში უნდა საუბრობდეს რუსულ აგრესიაზე, უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ საქართველო იყო პირველი ძალიან დიდ ჯაჭვში და შემდგომში ვითილეთ, მაგრამ კომახიძე და მისნაირი რუსები დღემდე საქართველოს აბრალებენ ხოლმე იმ ძალიან დიდ უბედურებას, რაც მოხდა 2008 წელს. მას შორის თემა სოფლემ გაიაზრა, რომ 2008 წელს საქართველოს იყო პირველი საპილოტო პროექტი, ასე თუ ვიტყვით, რუსული ახალი თაობის იმპერიალიზმისა და შემდგომში ეს გაგრძელდა 2014 წელს ყირიმში და 2022 წელს უკვე რუსეთ-უკრაინის ომის სახით, რომელიც დღემდე ცხადია მიმდინარეობს და რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი აზარალა, ძალიან ბევრი ადამიანი გაწირა და გაუბედურა. ბავშვები ბავშვები და მოხუცები და ნაცვლად იმისა რომ ეს კაცი რომელიც საკუთარ თავს უწოდებს რუსეთის მიერ ოკუპირებული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ნაცვლად იმისა რომ ეს კაცი ამაზე რეფლექსირებდეს ამაზე საუბრობდეს და რაიმეს აკეთებდეს რომ ქართული ინსტიტუტები გააძლიეროს ქართული ჯარი გააძლიეროს ქართული უსაფრთხოება გააძლიეროს საოკუპაციო ეგრეთ წოდებულ ზოლთან ცხოვრები ადამიანები გააძლიეროს ეს არის კაცი რომელსაც ნათქვამი აქვს რომ ნამყოფი არ არის იქ წარმოიდგინეთ მე რა 45 თუ 46 წლის კაცია და ნამყოფი არა ვარ რომ ამბობს. შეიძლება რომ პრემიერ-მინისტრი გერკვას ან ნამყოფი არ იყოს საოკუპაციო ზოლთან. შეიძლება რომ საერთოდ პოლიტიკოსი იყო ან პარლამენტის წევრი ან რამე მეტი და რეალურად არ იცოდე რაღაც დიცში და დვანში როგორც ცხოვრობს ხალხი. ეს წარმოსადგენია ნებისმიერ აი ქოცებს მირამ წითხოვთ, მოქალაქე ქოცებს. რომ ამბობენ ხოლმე რომ სუვერენულობას ვიცავთო, სახელმწიფო გადარდებსო. აი გადო რა სუვერენულობას იცავთ? საერთოდ გონზე თუ ხართ პრემიერი ყავთ აი ესეთ სირცხვილი თქვენს თავს პრემიერი ყავთ რომელიც ნამყოფი არა ვარ რომ ამბობს იქ სადაც ქართული სუვერენობის ბედი წყდება იქ სადაც განიხილება სუვერენულობა იქ სადაც ადამიანები საკუთარ თავზე გრძნობენ მე ნამყოფი ვარ ყველა მაგ სოფელში შიდა ქართლის ყველა ესე იგი ოკუპირებულ ზონაში ვარ ნამყოფი და მე ამაყება რომ ამ ადამიანებს მისმენია იმიტომ ძალიან მაგარი ქართველები არიან ბევრად უფრო მაგარი ვიდრე ყველა ქოჩი ერთად აღებული რატო იცით? ამ ხალხს აქვს შანსი რომ დატოვოს იქაურობა, მაგრამ არ ტოვებენ, იმიტომ რომ კი, ცოტათი გადმოწიეს აქეთ, სოფლები გაუნადგურეს, ოჯახისები დაუხოცეთ, მაგრამ თავის მიწას ამაგრებენ, იქ არიან ბოლომდე და არ უშვებენ ღორ ფაშისტ რუსებს აქეთ. და კომახიძე პრემიერ-მინისტრი, არა, ის ხალხია პრემიერ-მინისტრი, ბევრად უფრო მეტად ვიდრე ეს რაღაცა რუსეთის არარაობა, რომელსაც მართავს საგარეო დაზვერვა და ნარიშკინი. არაფერი ქართული, არაფერი ეროვნული. თქვენ ამბობთ რომ ირაკლი კობახიძეს მართავს რუსეთის დაზვერვა და ნარიშკინი, ირაკლი კობახიძე ამ წელში ამტკიცებს რომ თქვენ ყველას მართავთ deep state და მათი აგენტები ხართ და მათი დავალებით გძულთ რუსეთი. როცა დაგავალეს, მაშინ შეგზულდათ. 2008 წელს არ გძულდათ და ასე შემდეგ. ხო, მოდი ჯერ იქ დავიწყოთ რომ უკაცრავად ტოლინახოს კოჩი გააგროს. მანაც და ყველამაც აქენ დავიწყოთ რა. რაც მე პირი გავაღებ, მთელი ჩემი ცხოვრება მე პირადად, რაც მე პირი გავაღებ, რაც მე რაიმე საზოგადოებრივ ლაპარაკობ პოლიტიკის გარეშეც ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამცველი ვარ. და არავის არ მიცემ არც ერთი წამით უფლებას, რომ ამაზე ლექცია მიკითხოს, მაგრამ ნახეთ თავარი განსხვავება რა არის. მე არა ვარ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და არც მინისტრი. ის არის მისი პოლიტიკა განიშება ეფექტებით, შედეგებით, ხო, იმპლიკაციებით, მე პოზიციებით და ჩემი პოზიციები შეუძლია ნახოს ძალიან კარგად. და მისი რენომე, მისი როგორ ვთქვათ, პორტფოლიო მისი საქმეები განიშნება შედეგებით. მან მიიღო რუსული კანონი, მან ჩაშალა ევროპული ინტეგრაცია, მან დააშორა საქართველოს ყველა საზომით ცივილიზებულ მსოფლიოს, მას აქებს ლავროვი, ნარიშკინი და ზახაროვა. ამიტომაც და მე არ მაქებს deep state-ი და ამჭირდება deep state-ი, რომ იმ გზაზე ვიყო, რაზეც იყო ილია ჭავჭავაძე, ეფთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ფერაძე, იმ გზაზე, რაზეც ხდებოდა ხალხი, რომ ეს ქვეყანა აქამდე მოეწანათ. ქართველები იხოცებოდნენ, მარო მაყაშვილი დაი მოკვდა ადამიანს შეწირა საკუთარი თავი 19 წლის გოგო იმას
და არა იმას, რომ ირაკლი კობახიძეს ემართა, მაგრამ ეს ქვეყანა, მაგრამ მაგას გამოვასწორებთ. იმას, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო სუვერენული, თავისუფალი და დამოუკიდებელი. და ეხლა ეს კაცი გამოდის მართლა კრემლის ბუთიყოში. ვინმის ამისუფლება და რაღაცა ჭკუას გასწავლის, აქ გვებლატავება მაპატიეთ სიტყვისთვის. და ამიტომაც თქვი, რაც თქვი. ნახოს თავისთავად რუსები და მათ ელაპარაკოს კრემლში დაწყილი მესტის ბოქსი. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ ვიცით, რა მისია გვაკისრია, რა მიზანი გვაქვს, ეს მიზანი არის ამ ქვეყნის განთავისუფლება რუსული ფაშისტური ურდოსგან, სახელად ქართული ოცნება, რომელსაც მარტო ევროპული გზა კი არ მოკლა, ქართული გზა მოკლა. მე ეს უფრო მადარბებს მე რა. ქართული გზა მოკლა რეალურად ამ რეჟიმმა. ნახეთ დემოგრაფია რა დღეშია, ეს დღეები მუშაობ ამ საკითხზე ყველაზე მეტად, ხო? ნახეთ ქართული სოფელი რა დღეშია, ქართული რეგიონი რა დღეშია. 200 სოფელი როა გამქრალი ქართული. ეს ევროპულ ინტეგრაციასთან არის კავშირში? თუ რუსულ ინტეგრაციასთან? 200,000-ზე მეტი ქართველი რო 2 წელში გავიდა მარტო, ეს ევროპულ ინტეგრაციასთან არის კავშირში თუ რუსულ გზასთან? 272,000 ბავშვი რო ამშიერი და გასტრონომიის სააგენტო რო გახსნეთ. გაუმაცხარი ქარუმიძე გააძღონდა პოსტი მისცენ. ბავშვები შევშლობენ ამ ქვეყანაში გასტრონომიის სააგენტო შექმნეს. რომ ვინმე ლევან ქარუმიძე ძალიან კარგი ადამიანის შვილი ღმერთმა აცხონოს. თვითონ სამარცხვინო მაპატიე, სამარცხვინო ყველა იმ ღირებულების მოღალატე, რასაც მამამიც იცავდა მათ შორის. გასტრონომიის სააგენტო შეუქმნეს, იმიტომ რომ ვერ მოუნახეს ახლა რაღაცა შვიდნიშნა ხელფასის აღების მექანიზმი. და როგორც კი ახსენებ, რომ ბავშვებს შეათ ამ ქვეყანაში, როგორც კი ახსენებ, რომ რეალურად მოხუცები შემშილობენ, თქვენ რომ 1200 ლარი დაემატეთ ხორებივით, 13,000 ლარი რო არ გეყოთ და კიდე რომ დაიმატეთ და აქ ბავშვები და მოხუცები შემშილობენ და ამას რო ახსენებ, ფული არ აგვაქვს ამბობენ და ლევან ქარუმიძის გასტრონომიული სააგენტოს ფული ხო გაქვთ? მართლა უსიცხვილო ადამიანებო. და ეს არის მინდა რომ ყველა კოცი დაფიქრდეს, ქართული ოცნების ყველა მომხრე დაფიქრდეს. თორე კორუმპირებული ქარუმიძე რაზე უნდა დაფიქრდეს ამ მსგავსი ხო? გასაგებია, მაგრამ ნახეთ კობახიძე რაზე აკეთებს აქცენტს. მე რა ეს ქვეყანაში ცხოვრება ვინმეს ოცნება იყო? ჯოჯოხეთი ქონდათ ოცნება და კაცო არ გამაგიჟდოთ. ჯოჯოხეთი თუ უნდა და ვინმეს ოცნებათ აბატონო. და ვისაც გვინდოდა დემოკრატია, პროგრესული კანონები, უფლებრივი დაცულობა. ხო, მაგრამ ნახე კობახიძე ცდილობს რომ ყველანი ჩაყაროთ ერთ ქვაბში, რომ ყველანი ხარ Deep State-ის აგენტები. Deep State არის ომის პარტია, გლობალური ომის პარტია. 2008 წელსაც ახლა უკრაინის ომი რუსეთმა კი არ დაიწყო, რეალურად Deep State-ის ძალისხმევით მოხდა ეს ყველაფერი. რასაც დაგავალებ Deep State იმას იზამს და თქვენ რო ამბობთ რომ აქ ჯოჯოხეთიაო, ის ამბობ ჯოჯოხეთი კი არ არისო, მშვიდობა არისო. ჩვენი დამსახურებითო. და აი ეს Deep State-ის აგენტები თუ მოვლენ ხელისუფლებაში, ჯოჯოხეთი მე რეიქნებაო. მისთვის მშვიდობაა, მე რა, ამას მოხსნით ჩვენ ამომრჩევას, ხო? მისთვის მშვიდობაა, მის საბანკო ანგარიშებში მშვიდობაა. მისი შვილები, ღმერთმა ყველა შვილები კარგად ამყოფოს. მისი შვილები დადიან კერძო სკოლებში, არ შეათ, არც მოაშიოთ ღმერთმა საუკეთესო რუსულ ბავშვებს მithun ყველასი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია, ნახეთ 272,000 სხვას შია და მათთვის არ არის მშვიდობა. არ არის და მე იმ ხალხს წარმოვადგენ. გესმით? აი ამ ხალხს წარმოვადგენ და მინდა წარმოვადგინო მეტი და მეტი მათგანი, ვისაც შია, ვისაც ცივა, ვისაც არ აქვს რეალ პერსპექტივის განცდა. ამ ქვეყანაში ბავშვებს აღარ აჩენენ. აღარ აჩენს სტატისტიკა ოფიციალური. ხო? 6500-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. კატასტროფა გჭირს. და ეხლა მშვიდობა არის ესა? რისი მშვიდობა არის, ვერ გავიგე. აი, სანთელს რო ანცებდა გინტური გორში, სანთელს რო ანცებდა და სნაიპერის ტყვია რო მოხდა თავში. ეს მშვიდობა არის? 4-2-ია რო გადმოდიოდა ეგრეთ წოდებულ საზღვარზე. და ცხოველივით რომ აპატიებდა დაკლეს ადამიანს არ მინდა თქვა, მაგრამ რომ ეცგერნენ და მოკლეს, აი ესე ძალადობრივი მშვიდობა არის? ღვთლებს აიტაცებენ ცხრების ფარასავით. მშვიდობა არის? აღდგომაზე რომ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ ადამიანებს. მშვიდობა არის? რომელი ერთმა ან ქვეყნის მშვიდობა არის? პატარა გოგოს ვაკის პარკში დენირო დაარტყამს წყალში, მშვიდობა არის? ესეთი მშვიდობა უნდა? კოც მე არ მინდა ეგეთი მშვიდობა. ამ პანტაფონდით კრიმინალური აქტები რო ხდება და ახალგაზრდებს მაპატია და ფსიქიკური სნეულების მქონებს ის 3 ცეცხლსაცოლი არაღი რო ქონდა სახლში. მშვიდობა არის? ეგეთი მშვიდობა უნდა ქოს? მენტალური პრობლემის მქონე ადამიანს ქონდა პოლიციის მიერ უკან დაბრუნებული იარაღი, რომლითაც 17 წლის ბავშვი მოკლა. ეგ მშვიდობა არის? ნებისმიერ ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო იქ უბრალოდ ის ბავშვი იყო იმ მომენტში იქ. ნებისმიერ ჩვენგანი შვილი შეიძლება ყოფილიყო ჯვარი წერია ყველას ამ თქვენ. ეგ მშვიდობა არის?
როგორ შეიძლება რომ აი ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენს ირგვლივ და ვიღაცები ნახირივით მიყვებოდნენ მართლა თომ მშვიდობა ხო გვაქვსო არ გაქვს მშვიდობა არ გაქვს მშვიდობა ეს არ არის მშვიდობა ძალიან და რა მშვიდობა არის როდესაც ომი გამოგვიცხადა ჩვენივე რეჟიმმა ომი გამოგვიცხადა ჩვენივე ხელისუფლებამ აი სრულყოფილი ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა რუსულ სტილში ჩვენივე ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ყველა რუსული მეთოდით ეგ არის მშვიდობა ვინმე მეთქვის ეს მშვიდობა არის ნორმალური ადამიანის არ არის და ამიტომ ვამბობ რომ უმრავლესობა არის ამაზე ეს ბრძოლა რომ მივიყვანოთ შვიდად პრინციპულად მყარად იმ ერთადერთ ბოლომდე რაც მას უწერია ეს არის ეროვნული ხელისუფლების შექმნა ქართული ხელისუფლების შექმნა არაფერი რაღაცა არაორდინალზე არ საუბრობ მე მაგ საუბარი იმაზე გვჭირდება ხალხი მე ძალიან ბევრს იმუშავებენ ძალიან შვიდად ყოველგვარი რაღაც მიდემოდების გარეშე ქართულ დემოგრაფიულ კრიზისს მოაგვარებენ სოციალურ კრიზისს მოაგვარებენ და ქართულ ადამიანს საკუთარ სამშობლოში შეუქმნიან შანსს აი ახლა ეს გვჭირდება წამალი ყველაფერი სხვა არის მეორადი მაგრამ რადგან ამ წერილის იგივე ტრიალდებთ აგვისტოს ომზე ტრიალებთ ხო როცა ახსენებს რუსოფობიას ხო ის ამბობს ეს რუსოფობია არის დაკვეთილი გარედან და ალბათ ეს მოყვა იქ რა ხო რუსი ტურისტების წინააღმდეგ რაღაც თქვა ინციდენტებს რომელსაც ჰქონდა 90 ერთი კითხვა მაპატი მე გაფრთხილების 90-იანებში ვინ დაიწყო ომი მაშინ ყავს ნატო ქონდა გამოცხადებული არც ნატოსკენ მივდიოდით არც ევროკავშირისკენ ვინ დაიწყო ომი ვინ გადაკიდა მხარეები ერთმანეთს ეხა ეთნოკონფლიქტს ეძახიან ეთნოკონფლიქტი არის რუსული ფაშისტური წმენდა რომლის გამოც 10,000 ქართველი სახლში ვერ შედის ამდენი წელია 30 წელია ხო და აი ახლა კიდევ რა გადადის და რაღაცას სიმულანტობს ეს უნამოსა კაცი რა რუსი ტურისტები რომ გამოდიან ეგ რუსული დაზვერვის ხრიკია ეგეც იმათ მაგას აკეთებინებს და ამას ათქმევინებს რუსი ტურისტები გამოდიან და მაპატიეთ რომ შარდავენ ქართულ ეკლესიებზე თბილისის ცენტრში ვიდეოები ნახა ყველამ ხო როგორ შარდავენ გვიან გამით ეკლესიის ესე იგი გალავანზე ხო რომ გამოდიან და რაღაცა ნივთებს ისწრებენ და რაღაცებს გვასხამენ თავზე ვიდეოები რომ ცელდება ქართველები დებილიერი ხართო რომ ამბობენ აი ხო ეს როგორ დაბალი ხობე არის საქართველოს კოცერმა შექმნეს ეგ ვითარება ჩვენ ვამბობდით მე რა თქვენ ამ კითხვას პასუხობ მაპატიეთ გაწყვეტილებისთვის კიდევ ერთხელ ჩვენ საქართველოს დაცვის აქტი გამოვიტანეთ წლების წინ რომელშიც თქვით რა რომ რუსების უკონტროლო შემოშობა აი ურდოსი რუსული ურდოსი დამთავრდება ცუდად ეხა პროვოკაციის საფუძველია რუსულ დაზვერვას ამ ხალხს იყენებს პროვოკაციისთვის და ოფიციალურ ფილიალს სახელად ქართული ოცნება იყენებს სწორედ იმისთვის რომ ახლა ამაზე რუსული შინაარსით ილაპარაკოს ვიქო ეთნიურ ნიადაგზე შუღლი არანაირი შუღლი აქ არ არის ეთნიურ ნიადაგზე ქართველები ვართ თუმად მოყარე ღირსეული ხალხი ამდენ რაღაცას გაუძველით და კიდე რუსებს ვიტან 3 წელი ქუჩაში სიამოვნებს მაგრამ სხვა ღირსების ხალხი ვართ უკვე ეხლა მაპატიეთ და თავზე თუ გადავლენ რა თქმა უნდა ყოველს აქვს რაღაც გარკვეული რეაქცია მშვიდობის პარკლებში რომ დავრჩეთ უნდა გვესწოდეს რომ რუსული პროვოკაციები არ არის ჩვენთვის კარგი და მისაღები ფრთხილად უნდა ვიყოთ მაგრამ აი კობახიძე აი ეს რუსის აგენტი როგორ იქცევა ამასაც ყველა დააკვირდეს რუსებმა შემოგიყვანეს ეს აგენტები რომ აქ პრობლემები შექმნა და ეს კომენტირებს და მე მას ციტირებს სრულ წრეზე ზახაროვა და ლავროვი როგორ ბრმა უნდა იყო მაგალითად მენტალურად ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო რა სქემაშია დღეს ეს ქვეყანა ეს არის რუსული დაზვერვის სპეცოპერაცია ორჯერ 2 არის 4 უმარტივესი მოცემულობა გვაქვს აღსაქმელად შესაძლოა უფრო რთული მაგრამ შევწვით თუმცა არავინ არ იყოს ამ ილუზიებში მშვიდობა ხო გვაქვს არაფერი მშვიდობა არ გაქვთ არაფერი კეთილდღეობა არ გაქვთ აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკის ვართ მშიერი და ღარიბი არანაირი მშვიდობა ჩვენ არ გვაქვს აი მშვიდობა თუ გვინდა და კეთილდღეობა შევხედოთ სომხეთს აშვება შევხედოთ აზერბაიჯანს აშვება აი გააორმაგეს მაგალითად დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებმა გააორმაგა ტრამპის სახელობის გზის დაფინანსება ჩვენ სად ვართ იზოლირებული ყველაფრისგან ჩამორჩენილი სომხეთში შედის ინვესტიცია ისინი აშენებენ გზებს ისინი აშენებენ საუკეთესო პროექტებს და დავრჩით ზარქუების და წილოსანების რეგიონული განვითარების დონეზე თაროა მოჭრილი და მამამისის მილიონების გამო რომ გადაგვაყოლა აი რუსულ პოლიტიკას ის მეორე კლოუნი საერთოდ წალენჩიხელი კლოუნი ხო საერთოდ რაღაცებს ტაკი მასხარაობს აი ამ ესეთი ხალხის ხელში შეიძლება იყოს თქვენი შვილები და თქვენი მომავალი მშვიდობას მოგიტანენ ტალახაძე მოგიტანთ მშვიდობას ტალახაძე გაკავებულ კაცს მუშტი ჩაატყა 600 კილოს ეგეთმა კაცმა ესენი არიან კინწისხვით გასაყრელი აქედან და მე გასასამართლებელი იმისთვისაც ჩაიდინეს იმ ფულისთვისაც მოიპარეს მშიერი ბავშვებისგან ეროვნული ღალატისთვის მართლაც საბოტაჟისთვის რომელსაც ჩადიან და ყველა უკეთურებისთვის და სამართალს ისინი ვერ გაიქცევენ აი ეს იცოდეს ყველა ვერავინ ვერ გაიქცევა სამართალს
და მე ვნახავთ როგორ უნდა ბოდიანი deep state-ზე და სხვა მსგავს ფიქტიურ არარსებულ წარმონაქმნებს. აი მოუწევს სასამართლოში, როგორც ესეთი კი არა, ეხლა როა ვიღოვში თავისუფალ სასამართლოზე წმივლენ, სადაც ხალხი იქნება ასევე და ხალხი გასცემს მათ საკათის პასუხს.